მოგესალმებით, მეგობრებო, ვიწყებთ გადაცემას ახალი პარადიგმა, მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რეგიონალური მდივანი გიორგი არღულიანი. მოგესალმებით, გიორგი, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დავიწყოთ ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი პროცესების შეფასება. ხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი ფონი საპროტესტო აქციებზე მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ალბათ უნდა ვთქვათ ხელისუფლების სასარგებლოდ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემცირდა საპროტესტო მოხდი და ხედავთ, რომ უკვე 25 დღეა თბილისის ქუჩებში გრძელდება და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში გრძელდება საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი. რა შეგვიძლია ამ საკითხს ვთქვათ? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პროტესტი გადადის ერთგვარად აი პერმანენტულ ფაზაში, რაც როგორც წესი ძალიან მძიმე არის ხოლმე ხელისუფლებისთვის. მე მახსოვს ახლა აი 2009 წლის 5 თვე ვიდექით ეგრე ქუჩაში. ხან აიწევდა მოხდი, ხან დაიწევდა, მაგრამ ეს ძალიან დიდი დისკომფორტი იყო მაშინ ხელისუფლებისთვის, ხო? მოგესალმებით თენგო, მივესალმებით ჩვენს ძვირფას მაყურებელს. რაღაცა საინტერესო პერიოდში მოგვიწია ცხოვრება და თვალყურს ვადევნებთ რაღაც მიმდინარე მოვლენებს და ერთი რაღაცა არის ნამდვილად აღსანიშნავი, რომ რაც უფრო მიილია ეს ორიოდე პარასკევი, რაც ქონდა ქალბატონ სალომეს დარჩენილი, ასე ვთქვათ, მით უფრო ბზარი გაჩნდა ამ ლიდერების ასე გამონათქვამებში და ხმებში. განსაკუთრებულად ეს ბზარი ეტყობოდა და ნერვიულობა ეტყობოდა სალომე ზურაბიშვილის გუშინ ბრიფინგზე და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იქ სათქმელი მას არაფერი ქონდა და თითქოს კარგი სცენა მოპარეს, მაგრამ თითქოს ის მიკროფონები შეგნებულად იქნა გათიშული, რომ დღეს მე ვიდეო ჩან დაწყნარებულზე ეთქვა ყოველივე. ჩვენ მომსწრენი გავხდეთ რისი თენგო, ამ ბოლო რამდენიმე დღემ გვაჩვენა, რომ ის მოლოდინები, რაც ოპოზიციურ სპექტრს ჰქონდა, რადიკალურ ოპოზიციას გულისხმობ, ამ 4 პარტიისგან შემდგარ, მათ ლიდერებს უпроსტად, იმიტომ რომ ქუჩაში ვინც დგანან, ბევრმა არც იცის რატო დგას იქა და რას შეიძლება რა მოყვეს. მათ ჰქონდათ იმედები და ეს იმედები არ გაამართლა ევროპის საბჭოს ესე იგი წარმომადგენლის განცხადებებმა, არ გაამართლა ეუთოოდირის მიერ დადებულმა დასკვნამ და ასე შემდეგ და რამაც მათი მხრიდან აგრესიული ესე იგი რიტორიკა გამოიწვია, ლამის ცოტა დააკლდათ, რომ ესე იგი გინებაზე არ გადასულიყვნენ, თუმცა ლანძღვა არ დაუშურიათ, დამამცირებელიც მათ შორის და ეს ამ რამდენიმე დღემ გვაჩვენა, რომ ის ბეწვის ხიდი, იმ ბეწვის ხიდზე, რაზეც ქართული ოცნება გადიოდა ამ პერიოდში და მინდა მათ და შესაძლებად თქვა, რომ წარმატებით გაიარეს და მადლობა მათ ამისთვის, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების წარმატება ამ ბეწვის ხიდზე პირდაპირ კავშირში იყო ჩვენი ქვეყნის წარმატებასთან, სახელმწიფოებრიობასთან ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან. აჩვენა რა, რომ შენარჩუნებული იქნა არჩევნების ლეგიტიმაცია დადასტურებული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების და ყველა დამკვირვებლების მხრიდან, მათი ირიბი თითქოს აქ ეს დაირღვა და იქ ის დაირღვა და ახლა არჩევნების შეფასებაზე ეუთოოდირს ქონდა ესეთი რაღაც, რომ ეს თუ არ მეშლება ან ევროპის საბჭოს განცხადებაში მოვისმინე, რომ თითქოს ქალბატონების დისკრიმინაცია საერთოდ რაშუაში იყო, ანუ რაღაცა უნდა ეთქვათ. და ეს რაღაცა იყო ნათქვამი მხოლოდ და მხოლოდ იმ მომიტინგეების, ასე ვთქვათ, აქციაზე მყოფების დასამშვიდებლად, რომ რაღაცა ცივი წყალივით არ გადავლებოდეთ, თორე ფაქტი სახეზეა, არჩევნები შენარჩუნებულია, ლეგიტიმაცია დადასტურებულია ამ არჩევნების, დარჩენილია შემდგომი ნაბიჯები, 29-ში მთავრდება სალომე ზურაბიშვილის, ასე ვთქვათ, პრეზიდენტის სასახლეში ყოფნის დროც მოდის ინაუგურაცია ბატონი მიხეილ ყავილაშვილის და რაღაცა ერთი ეტაპის, ერთი ტალღის დასრულებას ვხედავთ ახლა ჩვენ. და რა თქმა უნდა, ალბათ მე თქვენ შეკითხვები გექნებათ, შემდეგი ეტაპის მზადება აქედანვე შეიმჩნევა. ჩვენ ვხედავთ დღეს რამდენიმე საათის წინ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ვნახეთ, რომელიც უკვე აღარ იყო ისეთი რადიკალური.
თითქმის თხოვნის ტონალობა ქონდა მას და ოღონდ სახე ქონდა შენარჩუნებული, იმიტომ რომ ის მისი მრევლი უკვე სექტად ჩამოყალიბებული რაღაც ჯგუფები მისთვის უკვე საშები არიან და ესე პირდაპირ სახეში შეხლა იმის რომ ამით არაფერი არ გამოვიდა და ახლა შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდნენ. როგორც ჩანს მისთვის ძალზედ საშიშია და თხოვნის ფორმა ქონდა რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვედროდა მას, თუნდაც მარტო, მეც მარტო შეხვდებია თითქოს ბატონ ბიძინას ძალიან ეშინოდეს სალომეს რაღაც სამურაის ხლებით ეგ არ მოძრაობს ახლა და რაღაცა და ასე რომ აი შემდეგი ეტაპის დასაწყისს ხედავ აქ და ეს შემდეგი ეტაპიც რა ეტაპია აი განვავრცობთ მე ამ კი ბატონო აი მოდით სალომეს თემას გავყვეთ მას ჰქონდა ერთგვარი ულტიმატუმი ხო ხელისუფლებასთან რომ 29 რიცხვამდეო სანამ ჯერ კიდე მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი უნდა შევთანხმდეთ ახალ არჩევნებზე რომ ან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ რაც მოვისმინეთ მე პირადად ამჩა შტაბ-ჭრილება რომ ეს ადამიანი გეგმავს რაღაც ალტერნატიული მთავრობის შექმნას იმ ჯგუფებისგან, რომლებმაც მისი თქმით გაიმარჯვეს არჩევნებში. ეს არის გამარჯვებული 4 პარტია. ამასთან ერთვის მაგალითად დღეს ნიკა გვარამიამ გააკეთა ასეთი განცხადება, ეს პირდაპირ ამ საკითხს არ ებმოდა, მაგრამ მე მაინც დაუკავშირე, რომ საჭირო არის გავაქტიურდეთ პოლიტიკური პარტიები იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ფუნქციაო, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებებიო. ფაქტი არის, რომ ამ ფლანგზე, ოპოზიციურ ფლანგზე შეჯერებულია პოზიციები, რომ რაღაც ახალი ეტაპი უნდა დაიწყონ ყველა ვარიანტში, რო არ დაიღუპონ. ბოლომდე. რა შეიძლება ეს იყოს და რამდენად წარმატებული იქნება მათი პროექტები, ეს მეორე საკითხია, მაგრამ მეორეს მხრივ თუნდაც ამისი მცდელობა, რომ ქვეყანაში ეს ორხელისუფლებოვანობა დაამკვიდრონ, ხო, თუნდაც ფორმალურად, თუნდაც ვიღაცის თვალში, თუნდაც ამ ყველაფერს არ ქონდეს თავის კონსტიტუციური ჩარჩოები, ქვეყნისთვის მაინც არის ხო ძალიან დამაზიანებელი ყველა ვარიანტში. აი, ამის პერსპექტივებს რამდენად ხედავთ? ნახეთ, ენგო გუშინ ძალიან ემოციური ფონი იყო შექმნილი სალომე ზურაბიშვილის ამ აქციაზე გამოსვლასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენი მხრიდანაც, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ სწორედ 22 დეკემბერს გუშინდელ დღესთან დაკავშირებით, გუშინდელ დღეს უკავშირდება თბილისის სამოქალაქო ომის დაწყება თბილისში, რამაც ფაქტიურად დააჩოქა მაშინ საქართველოს და აი რაღაცა ცალფეხზე წამოდგომის პროცესში ვართ დღესაც ამდენიმე წლის შემდეგ და უფრო გვეგონა რომ რაღაც ისეთ სისულელეს გააკეთებდა რომ რაღაცნაირად აი ასე ვთქვათ 2024 წელს ახალ სამოქალაქო ომს ჩაეყრებოდა საფუძველი, იმიტომ რომ იქ რაღაც შესავალს ვაკეთებდა ჯარი ახსენა რომ თავარსართალია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუმცა ჩვენ აქვე ხაზი უნდა გაუსვათ რომ არა ის მდგომარეობა და რა მდგომარეობაა ახლა რომ სალომე ზურაბიშვილი მისი ხელმძღვანელობით დანარჩენი ეს დესტრუქციული ოპოზიცია აბსოლუტურად არიან ხელმოცარულები და კიდევ ერთხელ წეღანაც ვთქვი და გავიმეორებ რომ ეხლა მიმდინარეობს ასე ვთქვათ შემდეგ ეტაპზე გადასვლის პროცედურები ისე რომ ეს ქუჩაში ხალხი ასე ვთქვათ მთლად მოტყუებულიც არ დარჩეთ, მათ ხო შევიათ ეს ლამაზად შენ თავიდანვე პირველივე დღიდან ამათმა რომ ეს ხალხი სტუდენტობა, მასწავლებლები და დარწმუნება ბევრს კარიერა და ცხოვრება დაუნგრიეს, იმიტომ რომ მათი რადიკალური საქცელებით მომავალ დალაგებულ მშვიდობიან საქართველოში ალბათ მათ კარიერას ადგილი არ აქვს, სამწუხაროდ ვამბობ. ზოგის ფსიქიკა შეიცვალა საერთოდ და რაღაცა სექტის ფორმა მიიღო ამ ჯგუფებმა, ჩვენ ხედავდით მე უბრალოდ მკვეთრად რო გამოვხატო რასთან გვაქვს საქმე, ხან სიტყვაზე ვამბობ, კბილად კებულთა მარში ჩატარდა, იქ კუთხურობას, სხვათა შორის ეს კუთხური თემა მინდა აქვე აღვნიშნოთ, კუთხური თემა ეს არის ძალიან საშიში თემა. ჩვენ არაერთხელ გავიარეთ ეს კუთხური თემები, ჩვენ ზუსტად ამ კუთხური ნიშნით გვაქვს ტერიტორიებიც დაკარგული, აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე როცა ვლაპარაკობ, აღარ ვლაპარაკობ წარსულში სხვა ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, და დღესაც ძალიან ინტენსიურად მიდის დასავლეთისგან დაფინანსებული ჯგუფების მიერ სეპარატიზება კუთხური რეგიონების, განსაკუთრებით სვანეთის, სამეგრელოსი და სვანების მარშმა ყველაზე დიდი მაური გამოიწვია. ჩვენი არა ტერიტორიებზე იქ ტაოსი და იმაში თურმე თქვენ უკვე აღარც ფიქრობთ, იმიტომ რომ თქვენ ქართველები ჩაქრავდნენ, ახლა კარგად გილას ხართ და ეხლა თურმე მეგრელები და სვანებები ჩაგრებით და რაღაცნაირად და ამ სარჩულის ქვეშ იქნა გამოტანილი დღის წესრიგში იმ სვანური ენისა და მეგრული ენის თემაც. დარწმუნებული ვარ, ეხლა ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი
საგინებელი თემა, რომლებიცაც პატრიარქი არ უყვართ, საქართველოს ეზღებათ ქართულ კულტურას ვერ იტანენ, რატომღაც სვანურ ენაზე აღელდნენ, რომ შემთხვევით არის, რადგან არ არის, ამ სვანურ ენაშიც მეგრულ ენაშიც, ქართულ ენაშიც არის პრობლემები, არის უამრავი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, თავისი დრო. ინფორმით ყველაფრისთვის ბრძოლა, არის ქვების ნათქვამია შეგროვების დრო, არის მათი სროლის დრო. ხო დღეს არ არის ახლა ამ საკითხის წამოჭრის, იმიტომ რომ ჩვენ არ დაგვაქვს დღეს ძალიან მყიფეა ქართული სახელმწიფოებრიო, ჩვენ კანონების მთელი კასკადი გვაქვს არაქართული მიმართულების დასავლეთის მიერ დაძალებული, რომელიც საკმარისია ერთი ძაფის ბოლო გამოუწიოთ, რომ შეიძლება მთლიან რღვევა დაიწყოს. აქ ჩვენ სხვა რეგიონებიც გვაქვს, არაქართული რეგიონები, რომლებიც შეიძლება იგივე მოითხოვონ იმათმაც და ეს იქნება დასაწყისი, ვითომ კეთილი ამბით დაწყებული დასაწყისი საქართველოს რღვევის. ამდენად ძალიან მე ერთ-ერთ პოსტში მკაცრი ვიყავი მათ მიმართ, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია ვინმე ამას უჭერდეს მხარს და მსგავს აქციებს მე აღარ ვამბობ აქციებზე კუბოების ნამცხრების ჭამით დაწყებული ჩხიბავებით დამთავრებული. მე მაგათ ქართველებს ვერ მით უმეტეს ვერ უწოდებ ეროვნულ ადამიანებს, ამათ თავიანთი მიზნები აქვს. ჩვენი ქვეყანა ჭირდებათ სახარჯ მასალად იმ მიზნის მისაღწევად, სადაც საკუთარი ჯიბე ქვია, საკუთარი სოციალური მდგომარეობა და აღთქმულ მიწაზე დასავლეთში ეს ევროპა იქნება თუ ამერიკა, მათი როგორმე ფეხის ჩადგმა. ამიტომ ძალიან მკაცრად და ძალიან როგორ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს საფრთხე მიილია, ეს ერთ პირველი ტალღაა, იქნება შემდეგი ტალღები საერთაშორისო ვექტორზე, საგარეო ვექტორზე ამ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აქ ძალიან ბევრი გასათამაშებელი კარტები დარჩა საქართველოში. დარწმუნება ახლა საფრანგეთი და მისი სახით ზოგადად დასავლეთი სალომე ზურაბიშვილს ბოლომდე გამოიყენებს. ჩვენ საუბარ თქვენი შეკითხვა რითიც დაიწყო, მანამდე თუ იძახდა რომ არსად არ გავიდო და შენობიდან ეხლა უკვე ჩანს რომ მე სადაც არ უნდა ვიყო მაინც თქვენი პრეზიდენტი ვიქნები და როგორ ჩანს შეეგუა იმ ფაქტს რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ბატონი ბიძინა არინებებს მასთან შეხვედრა რაიმე არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებ, ჯერ ისეც რამხელა ის არის, ხო? არჩევნებს თავიდან ის ხელშეკრულებაც ხო გაფორმდა, არჩევნებამდე გაფორმდა ეს ისა რომ რა ერქვა მაგ დოკუმენტს რომ ჩაატარებდნენ ტექნიკური მთავრობა შეიქმნა და ქართული მისია თუ რაღაცა დაერქვა ახლა იმიტომ რომ იმდენად სისულელე იყო ვერც დავიმახსოვრეთ ახლა ამ ტერმინოლოგიას ქართული ქარტია ქარტია ხო წესით მაშინ ახლა ბიძინა ივანიშვილს რატო ეხვეწებიან კაცო ის ქარტია ხო მოქმედებაში ამათ ესე ანტიკონსტიტუციური მაგრამ ეშინიათ იმიტომ რომ ძალიან მკაცრად თქვა კობახიძემ არ მინდა ხნიერი ქალბატონია და გისოსებს მიღმა აღმოჩნდესო და მოუწოდა იმათაც ვინც მას შეიძლება ეს მაინც ქალბატონია თანაც ასაკშეს და ვიღაცა მაგი შეიწყოს, მაგრამ აი არავინ აყვეთ მას, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება არავინ აღარ შეგიწყოთ მერე და ეს ძალიან სწორი მინიშნება იყო, კაი მინიშნება იყო და სწორედ იქით კემიდის ყველაფერი რომ ეს თავიანთ ტყავზე იგრძნეს ამათმა ეს ეტაპი ესე დასრულდება, როგორც ეხლა ჩვენ როგორც მე თქვენ გიყურებთ ეხლა ეს ესეა დასრულებული, ის რომ მათ უნდა არჩევნები ჩატარება, შეიძლება უყურეთ ეხლა ესეთ რაღაცა მინდა ვთქვა, თუ მაქვს კიდე ერთი ორი წუთი ამის ირგვლივ. კი, ეს თემა მოწოდება. თენგო ესეთი რაღაცა არის. ჩვენ ეხლა ვხედავთ მსოფლიო ახალ გადანაწილების პროცესში ვართ უკვე რამდენიმე წელია. მოდი ვთქვათ, უკრაინის ომით დაიწყო ეს პროცესი და ვიღაცას რო ერთ კვირაში და ორ კვირაში ეგონა ეს თემა ჩამთავრდებოდა. ჩვენ ახალ რაღაცა ახლა სირიის თემა ის ძალიან მოულოდნელი იყო ყველას მათ შორის ჩემთვისაც ესე უცებ თუ მოხდებოდა თორე ის პროცესი რო დაწყებული იყო და მიდიოდა და ეს ისრაელი რო არ ისვენებდა და მისი სამხედრო ოპერაცია ამოღირავდა ამ ხელარეთში თან არ დაგვავიწყდეს რომ ახლა ზუსტად მე არის ერთ-ერთი ამბობდა რომ 300,000-იანი 30,000-იანი ჯარმა დატოვა ტერიტორია და 300 ბოევიკი შევიდა და აიღეს სირიის დედაქალაქი. ანუ მე ისი თქვა მინდა რომ ეს ურთიერთმოლაპარაკებების თემა იყო, აქ ძალიან არ გავშლი ამ თემას. მე ისი თქვა მინდა რომ იქნებიან ბლოკები. მაგალითად ახლა სირიის მიმართულებით ჩვენ ვხედავთ რუსულ, თურქულ, ირანულ, შეიძლება ერაყიც ამ მიმართულებით ბლოკს, ამ ბლოკის ირგვლივ ქმნის ანტიბლოკს, ანტითურქულ ბლოკს საფრანგეთი
თავის საბერძნეთით, ბერძნული კვიპროსით სიტყვაზე ვამბობ, ისრაელით და ასე შემდეგ და ამ ასე ვთქვათ პარადიგმაში ვართ აბსოლუტურად ბოლომდე ბოდიში ამ სიტყვაზე გაკვეხებული კავკასია ზოგადად. კავკასიაში ჩვენ ახლა გვაქვს მოცემულობა თენგო, როცა აზერბაიჯანს თავისთავი გარკვეული აქვს, სადაც დგას, აბსოლუტურად თანაბარ მნიშვნელოვნად პარტნიორია რუსეთისაც ერთდროულად და ნატოს წევრი ქვეყნის თურქეთისაც და მყარად დგას ამ თავის გზაზე, ამას თავისი წინაპირობებიც აქვს, მოდი ესეც აღნიშნოთ, იმიტომ წლებია ჯერ გეიდარ ალიევმა და შემდეგ ილხამმაც თავიანთი ქვეყანა სწორ ნიანდაგებზე დააყენეს და სწორი პოლიტიკით რუსეთთან მიმართებაში ტერიტორიებიც აღიდგინეს და სუვერენიტეტიც განიმტკიცეს. და დღეს, რა თქმა უნდა, მყარად დგას ეს ქვეყანა ძალიან სწორადაც, თამამადაც, მშვიდადაც საუბრობს ალიევი ამის ირგვლივ. სომხეთსაც მეტნაკლებად გარკვეული აქვს, უпростоად გარკვეული ამას არ ქვია. ჩაყოლას ჩათრევაჯობიაო და ჩათრევლები არიან, ფაშინიანის სომხეთზე მაქვს ლაპარაკი. და ამათი მიმართულებაც გარკვეული რჩება საქართველო. ახლა ეს საქართველო ვართ რაღაცნაირად, აი როგორ არის, საქართველო არის ჩამკეტიც და გამხსნელიც. ახლა ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში მამებს აქვს, აქ ვისაც ჩაკეტავენ, საიქიო ცხოვრებაში ჩაკეტილები არის, აქ ვისაც შეკრავენ, შეკრებენ დაახლოებით ეს საქართველო ვისაც ჩაკეტავს, ჩაკეტილია კავკასიაში, ვისაც გახსნის, კი, ანუ ფაქტობრივად მიუხედავად ჩვენი უსუსტესი მდგომარეობისა. და აქ მინდა ხაზი გაუსვა ალიევმა ერთ-ერთ თავის ცნობილ ბოლოს გამოსვლაში თქვა, რომ საქართველოს ვაგონმა გაგვასწრო თურმე და დავაგვიანეთ. არ ვიცი იმ წუთში ალიევი რას გულისხმობდა ახლა ამ ბოლო 12 წლის განმავლობაში რამე ვაგონმა გაგვასწროთ, რომ მე ახლა თუ რამე ვაგონის გასწრებაზე ლაპარაკი, ჩვენ 90-იანების დროს არასწორლიან დაგზე შევსვით ეს ქვეყანა. მაშინ საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაშინაც ახალი გადანაწილება იყო მსოფლიოს ერთპოლუსიანი სხვათა შორის და მაშინ ამ გადანაწილებაში ჩვენ აღმოვჩნდით სხვა მხარეს, რაც დღემდე ვიმკით ამ ამბავს. და დღეს ახალი გადანაწილების პროცესში მართლა აი იცით რა, მოდი მადლიერები ვიყოთ. ძალიან მენანება სანახებო სიტყვები დავხარჯო ოცნებაზე, წინა პერიოდების გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოს ამ პირობებში, აი მდგომარეობაში, ამდენი წნეხის ქვეშ, რაც ქართულმა ოცნებამ მოახერხა და დღემდე ქვეყანა მოიყვანა მშვიდობით და პერსპექტივებით, რაც მთავარია და განვითარებით, ეს იყო არ ვიცი. ამას ამ პირობებში ვერც ალიევი და ვერც ბაიდენი ვერ გააკეთებდა თავის ქვეყანაში. ალბათ ღმერთმაც ხელი მოუმართა ჩვენ ხელისუფლებას, რომ აქამდე მოსულიყავ. დღეს ახლა არის ეს მდგომარეობა და მე ვფიქრობ, თუ რამე პერსპექტივაში ვამბობ, რა თქმა უნდა, თუ მაინც და მაინც საგარეო ვექტორებზე არ გამოიკვეთა საბოლოოდ, ხა ჯერ ტრამპს ველოდებით, ტრამპის ადმინისტრაციაც ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება ბოლო დღეს ბაიდენი ავადმყოფობის გამო გადადგეს, გაჟღერდა ეს ვერსიას და კამალა ჰარის კიდევ ერთი თვე გაუგრძელდეს. ამ დროს დრო არ ითმეს, აქ რაღაცები გასარკვევია და გასათვალისწინებელია ყველა გლობალური მოთამაშის ინტერესები საქართველოში. არ არის გამორიცხული, რომ ამ დიდმა წნეხმა მართლა გამოიწვიოს რიგ გარეშე არავითარ შემთხვევაში გამეორებით, იმიტომ რომ არჩევნები მოგებულია, აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს ფაქტიურად მათი განცხადების მიხედვით და ამიტომ შეიძლება რიგ გარეშე არჩევნების დღის წესრიგში დადგომა გამოიწვიოს ამ ყველაფერმა. და შეიძლება შედიოდეს ეს ჩატარდება ამ ხელისუფლების პირობებში. კი, ამის თქმა მინდა. იმიტომ რომ მათ სხვა სალომე ზურაბიშვილს ამათ უნდათ, რომ ხელისუფლების არჩევნები ჩაეტარებინათ მათ პატრონების მიერ რაღაც ჯგუფს, არ ვიცი, არ მინდა სხვა უფრო ცუდი სიტყვა ვიხმარო, მაგრამ თუ მაინც და მაინც ეს დადგა დღის წესრიგში, ეს მომენტი რაღაცა, ხდება ყველაფერი, რომ რაღაცა რიგარეში არჩევნების თემა და ამას ჩაატარებს ხელისუფლების ინტერესებში. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ჩაატარებს და იმ სპეკულაციებს საბოლოოდ გაუსვამს ხაზს. ოღონდ აქ უნდა ვიცოდეთ, რომ იქ ჩემის აზრით თუ მაინც ეს წნეხის ამბავი იყო, ალბათ ყველა გლობალური მოთამაშის ხმა იქნება გათვალისწინებული ჩვენს პარლამენტში. სიმართლე გითხრა, მე ამაში გარდამავალ ეტაპზე ცუც ვერ და რაღაც დე ფაქტო ნეიტრალიტეტის სიტუაცია შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა და ეს მომავალი 4 წელი იქნება მზადება და სხვათა შორის ბატონმა ბიძინაევანიშვილმა თავის დროზე თქვა რამდენიმე თვის წინ, რომ ჯერ ის თქვა, რომ მე თვითონ ჩემი სახელი და გვარი უკვე ამოვიდა ყელშიო და ეს ის არჩევნებია, რომლითაც შემდგომ 4 წელსო ეს მართლა რეალური არჩევნები
ეს არის მისი სიტყვები და რაღაც აქეთ კი აი მეორე ტალღაც ეგან რაც ვახსენეთ რისკენ მზადებაც ეს მიდის რაც გააგიჟებს ქუჩაში მდგომ ახალგაზრდობას დარწმუნებული ვარ და იმიტომ ფრთხილად საუბრობს სალომეც და სხვა ლიდერებიც რომ ეს რაღაცა მათ გამარჯვებად მონათლონ სინამდვილეში ეს არის ქართველი ხალხის და ხელისუფლების გამარჯვება აქამდეც რომ მივიდეს საქმე მანდაც საფრთხეს ვერ ხედავ ისეც რომელმაც შეიძლება რაღაც ჩამოგვაქციოს ქვეყანად ოღონდ რა თქმა უნდა დამოკიდებული მაინც ჩვენ ვართ საგარეო ვექტორებზე იქ deep state-ის თემა აღმოფხრის თუ არა ტრამპი ამ მიმართულებით წარმატებული იქნება თუ არა ამერიკაში იმიტომ რომ ეს ავტომატურად იქნება აქეთ მოახდენს ხო გავლენას და პირველად იხმარეს სხვათა შორის ეს რომ ერიდებოდნენ ამ სიტყვებს ნუ ომის პარტია გასაგები ყო სიტყვა deep state-ი კობახიძემ რო ახლა ნუ იქნება ამოძირკული საქართველოსშიცო ოღონდ ის საფრთხეები რაც ამის არამოძირკვა შეიძლება მოყვეს დინარაძემ კარგად თქვა თუ მაინც და მაინც ვერ იქნება ტრამპი წარმატებული ამ მიმართულებით ჩვენ შევდივართ турბულენტულ ზონაში ეხლაც турბულენტულ ზონაში ვართ ეხლა უბრალოდ გაურკვევლობის მაგრამ მაშინ უკვე გარკვეული იქნება და აქ გმართებს აი ორმაგად ამ ბეწვისხიძე გავლისას აი ძალიან ბრძნული განსჯა იმისა რომ რა როგორ ჯობია არავითარ შემთხვევაში არც სალომე ზურაბიშს და არც მათ ნაცხროვას ხელისუფლება არ უნდა აყვეს სწორად დღემდე მოვიდნენ სწორად და იმედი გვაქვს რომ აწიც სწორად იქნება გაგრძელებული მათი პოლიტიკა უბრალოდ ერთ-ერთ რამეს დავამატებით თემგო რომ იქნება ის დღე ის დრო არჩევნებისა როცა სხვა ეროვნულ ძალებსაც ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ამას მოამწიფებს დროულად ქართული ოცნება და მოამზადებს გარემოს ამისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს ხელისუფლებაში, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ნამდვილად ქართველი ინტერესების მქონე ადამიანები, ქართველი კაცის ხმა, რომ ქვეყანა რაღაცნაირად სამშობლოს გავიქცეს. ისედაც გარდაუვალია, თუ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნება და ეყოფა ჭკუა პირდაპირ ვიტყვი რომ აი რაც თქვენ თქვით რომ ნიადაგი ამისთვის მომამზადოს ის რომ საქართველოს პოლიტიკა ვეღარ გაგრძელდება ისე როგორც ეს ხდებოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში როდესაც მარტო ერთი ეს პროდასავლური ვექტორი არსებობდა და სხვა არაფერი არ იყო ქართული პოლიტიკის შინაარსი ესე რომ ვეღარ გაგრძელდება უკვე ცხადია იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებაში უკვე რეალურად დაიწყო იმაზე საუბარი მსჯელობა რომ არსებულ პოლიტიკურ სისტემას ჭირდება ალტერნატივა არსებულ მათ შორის დასავლურ ვექტორს ჭირდება ალტერნატივა და ეგ პროცესი თავისთავად მოხდება ხელისუფლება თუ ამ ყველაფერს ხელ შეუწყობს და მხარს აუბავს და იქნება აი ამ ფერხულში ასე ვთქვათ ჩართული ეგ იქნება რა თქმა უნდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება და ალბათ მათი ამ ხელისუფლების გაგრძელების ერთ-ერთი წინაპირობაც შეიძლება რაღაცას დავამატებ თენგო ნახე ეს დასავლური ეს ცბიერი და ასე ვთქვათ დაუნდობელი პოლიტიკა სხვა ქვეყნების მიმართ ჩვენ არაღიარების პოლიტიკა გვესმის უკვე რამ 30 წელია და გვერდში გვიდგანან და მავანს სამწუხაროდ მათი დაბალი უყვართ ეს გამოთქმა IQ-ს გამო რაღაცნაირად გონიათ რომ მართლა ეს არის რაღაცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რაღაცა გასაღები მაგრამ როგორც კი რაღაცა სიკეთეები გაჩნდა მეორე მხარეს და შესაძლებელი გახდა მართლა სასიკეთე ნახე როგორ მკაცრად დადგნენ სხვათა შორის ის აფხაზეთის თემებიც ამ ბოლო დროს ამის გამოხმაურება მიუხედავად იმისა რომ სახეზეა თურქული გავლენის ასე ვთქვათ ჯგუფები აბსოლუტურად არათურქულად როგორ გითხრათ განვითარებული მოვლენებია წაქეზებული დასავლეთის მხრიდან ბოლო დროს იმიტომ რომ რაღაცნაირად დაალაგდნენ აფხაზეთს გულისხმობ იმიტომ რომ რაღაცნაირად დაალაგდა თურქეთი და რუსეთი სასიცოცხლოდ ჭირდება თურქეთს ახლა სირიაში და ნამდვილად არცალი ახლა აფხაზეთში რაღაცა ააბუნტოს რუსეთის საწინააღმდეგოდ ეს ფრანგული კვალი ჩანს როგორც სალომეა ჩვენთან მაკრონის კუდი ისე არის სადღაც ალბათ და აი ხო მაგალითად ბელარუსის არჩევნები მოდის ხო ბელარუსი ძალიან მნიშვნელოვანი ნატოსთვის რაღაცნაირად ბელარუსის რუსეთის ურთიერთობები იმის გასასვლელი რო არის სუვალის ხო აი რაღაცა აი ყველაფერი ერთმანეთს ეკრობა ყველაფერი ერთმანეთი მასშტაბში ვართ ამ გლობალური პროცესის ნაცი აბსოლუტურად ჩვენ საწინააღმდეგოდ ვითარდება ყველაფერი და იმის გამოძახილი იყო ჯგუფური
კუთხური მარშები, ენის თემების წამოწევა რაღაცა. და ამ კუთხით უნდა შევხედოთ ყველაფერი და კიდევ ერთხელ მინდა არ ვიცი მე კაცრი ვიქნები ოღონდ ლიდერების მიმართ. რა თქმა უნდა და იმ გზააბნეულები მხოლოდ საცუდაობას იწვევს ჩემში მათ შეფასებაში თუ შევალთ ხო? აი ლიდერების მიმართ უნდა იყოს უმკაცრესი სახელმწიფო ხელისუფლება, უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს სახელმწიფოს მიერ ხელთარსებული ყველა საშუალებით. იმიტომ რომ ეს ამაზე დიდი მტრობა საქართველოს სახელმწიფო აქ არ არის ანტიხელისუფლებო მოძრაობები, მე ვერ ხედავ. მთლიანად არის ანტისახელმწიფოებრივი. ხო, ეს არ არის მოძრაობა ოცნების წინააღმდეგ, აი ეს შეიძლება ახლა ბიძინას ხელისუფლებას ებრძოდე და პატრიარქს აგინებდე. აი შეიძლება რამე კავშირში იყოს ამასთან. ან არ ვიცი ახლა რომელი ერთი შეიძლება ჩამოვთვალოთ, ხო? ან რაღაცა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და მოკლედ ცხინვალზე რაღაცა სააკაშვილს რო დავიჭერთ და გავასამართლებთ ბოდიშმოვით, იმიტომ რომ ვასამართლებთ. აბა თუ გაასამართლეს ეგ დამნაშავე ყოფილა, ხო და ბოდიშმოუხდით ამ ავანტიურის ესეთ საქციელებს გამო თითქმის რიგში ჩადგნენ ყველას ეგინებინა და რავი რაღაც ამათვის ბიზნესა მერე გახდა ან მაშინ გახდა მიუღებელი აი ამაზე დავფიქრდეთ ხალხო მანამ სანამ ქართული ოცნება იყო ლიბერალური ჭკუაზე, მაშინ არც ოლიგარქი იყო ბიზინა ივანიშვილი, არც ესენი იყვნენ ერთპარტიული მმართველები. როცა პოლიციას აფინანსებდა. როგორც კი დაიწყო ლაპარაკი, რომ ესე იგი თურმე LGBT დღესასრიგი უნდა აიგზავნოს და NGO-ების გავლენები შეიზღუდოს, მერე გახდა ოლიგარქიც, მერე გახდა სისხლის მსმელი, მერე გახდა პუტინის აგენტი და ასე შემდეგ და ესეც უნდა დავანა მათთვის ბიზინა ძალიან მისაღები იყო და ქართული ოცნება სანამ მათ ჭკუაზე დადიოდა და დღეს გახდა ეს ყველაფერი პრობლემა. ანუ ისინი იბრძვიან არა ხელისუფლების წინააღმდეგ აბსოლუტურად სწორი შეფასება ხوار შეიძლება ერთი და იგივე ხელისუფლება 3 წლის წინ თუ კარგი იყო მოგწონდა მისაღები იყო დღეს ესე რადიკალურად შეგეცვალოს აზრი. არა, ისინი იბრძვიან არა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ეს მნიშვნელოვანი აქცენტია რაც ყოველთვის გამორჩენილია. აი კიდე აი ერთი რაღაცის თქვა მინდა რაღაცნაირად ამ ბოლო დროს წლებია, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებულად გამოიკვეთა და დღის წესრიგი აი პრობლემა ძალიან დიდ პრობლემად დადგა ჩვენ ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხელისშემშრელ ფაქტორად ეს სექტანტობა რა. ესე იგი აი როგორი რაღაც არის ჯგუფი აი დავიწყოთ აი გამსახურდიას დროიდან. ეხლა რაღაცნაირად მე მძევლები რჩებიან ლიდერები თავიანთი ამ მომრჩევლების არიან თუ მხარდამჭერს. ახლა გამსახურდიასთან დაწყებული ნუ რაღაცნაირად სექტად ჩამოყალიბდა მე ზვიადისტებს რომლებიც პატრიარქს აგინებენ არ ვიცი აი რატო იწყებენ პატრიარქის გინებით ხოლმე ყველა სექტა იწყებს პატრიარქის გინებით რაღაცნაირად ეს შეხვდა განმარტებითაც რაღაცნაირად იმას ვქნათ ხო რაღაცნაირად აი მთავარ რელიგიურ ჯგუფიდან ყოფილი ჯგუფები არის რომლებიც არიან ყველაფრის წინააღმდეგი კულტურის თან ამ სოციუმში თავს არ მიაკუთვნებენ ასე ვთქვათ და ცდილობენ თან შენ იმას გვიშვებიან ხო შეგიცვალონ შენი ცხოვრების წესი და ასე შემდეგ და უამრავი რამის თქმა შეგვიძლია არიან აგრესიულები და იწყება აგრესიულობა ეს ნუ პატრიარქი და ასე მე რასაც დავაკვირდი აი ყურე რა ისი თქმა მინდა თენგო ზვიად გამსახურდიას დროს ეს მივიღეთ სააკაშვილის დროს დღემდე სააკაშვილის მრევლი ხა სექტა რო ახლა მაგას რა ხატები და ისინი დააქვთ სააკაშვილის და სექტა რა თქმა უნდა აბა რა არის და ნუ ეხლა ერთ-ერთი ის იყო აი ამოვიწერე ერთ-ერთი ცნობილი სოციოლოგიის პროფესორი ნეილ სმელზერი მაგის ყველაზე ნათელი გამოხატულება სექტის ეს არის იეჰოვას მოწმეები ხო აი ამ ბოლო პერიოდში ხო არაფერი გვახსენდება იეჰოვას მოწმეებთან და როცა ბოკერი აქტიურობდა ამ იეჰოვას ხვდებით ხო რა ღრმა ფესვები აქვს ამ ყველაფერს ჯერ იმ თაობაში დღეს როცა უყურებ ჩემი მამების თაობა რო დგას იქ ეს სექტანტები არიან, მაგათ ტვინი კი არ ეს სექტაა ჩვეულებრივი, ტვინ გამორიცხლები არიან უკვე ეს ახალი თაობა, რომლებსაც სააკაშვილი არ მახსოვს ხალხს თუ ხოცავდა ის თემა იმ პერიოდში დაბადებულები, რომლებაც ილიაონმა და სხვადასხვა სასწავლებელმა აბსოლუტურად გამოურიცხეს ტვინი ამათ. და ეს სექტანტობის პრობლემა დგას დღეს საქართველოს ყველაფერი, ესე იგი, ჩხიბაობებს თუ წარმოიდგენდით, ეგეთ რა ყველას თუ ნახავდი მე ქუჩაში. ანუ მე ამის წინა გადაცემაზე ვთქვი, რომ ეს რაღაცა დასჭადის უნდა იყოს, ანუ მიმართულია იქით რომ მე მოვკვდე ხო რა მნიშვნელობა აქვს ვირტუალურად იქნება ეს თუ თოპს მესვრი ანუ შეიძლება იმან მე მორწმუნე კაცი ვარ და მე მჯერა რომ შეიძლება იმან შედეგი დააყენო მე ჩემი მცირე მორწმუნეობის გამო
მე შეიძლება რაღაც ბნელმა ძალებმა ჩემზე იმოქმედოს კაცო და შენ რომ მე მწყეული და ახლა გინება თუ შეურაცხყოფად ითვლება ადამიანს მაგას ადმინისტრაციული ჯარიმაა და რაღაც რავი ხა წყევლაზე არ უნდა იყოს შეიძლება ისე დაეცერო იწევლებოდე და ჩხიბაობდე და არ ვიცი ახლა ამი 1-2-3 წლის წინ იყო თუ 2 წლის წინ შავი ზღვარაშუაშია და თბილისის ზღვაზე ავიდნენ და პუტინის ის ჩუჩელა დადგეს ჯერ დაწყევლეს ნემსები გაუყარეს მე დაწვეს არ ვიცი აი ფსიქიკურად არის ქვეყერი არის შეშლი რა თქმა უნდა ეს ბჭყალებში მე იმ ხალხს მაქვს ლაპარაკი ვინც ქუჩაში დგას და მადლობა უფალს რომ ძალიან ცოტანი არიან ერთი და იგივე პიროვნები ხანსვანები არიან იმ მარშში დგანან მე უცებ რაჭველები ალბათ დედის მხრიდან მე ბებიის მხრიდან მეგრელები არიან მეგრელების მარშში დგანან მე ექიმია მე კოჭლიცაა მე არ ვიცი გამოიყვანეს დაგმა ჭირდება მე ის ხალხი მეწოდება ონკოლოგიური ავადმყოფების მარშში ჩაატარეს წერა აი უბრალოდ აი როგორ თვითონ ამ ავადმყოფმა ხო უნდა იგრძნოს რომ რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ მას სად გაყავთ პირდაპირ პოლიტიკური მიზნებისთვის ონკო ავადმყოფებს იყენებენ, არ ვიცი ხა ეს მაინც არის ეს პრობლემა რომ ისი მანიშნებელი, იცით რა? აი ამ მდგომარეობაში მე წეღან იმიტომ გავუსვი ხაზი, ამ სიტუაციაში გარდა იმ სხვა წნეხების, აი ამ შიდა პროცესებში, რასაც ქართულმა უცნებამ ამ ბოლო რამდენიმე ამ 2-3 წელიწადში მიაღწია და შეძლო შეენარჩუნებინა ხელისუფლება ძალიან მკაცრი იყო ხელისუფლების შენარჩუნებაში ჩვენ ვიცით და არ ვიცი ჩვენ უარყოფითად შევაფასეთ იქ რაღაც პოლიტიკური პარტიების ჩამოშორება ამ გზაზე თუმცა ხანდახან არის რომ მიზანი ამართლებს საშუალებას თემა იყო იმიტომ ზოგადად სახელმწიფო მე არ ვამართლებ რა თქმა უნდა აქვე ვამბობ მე ვამბობ რომ მათ შეძლეს შეენარჩუნებინათ ამ რადიკალების ხელში ამ ნაცხროვის ხელში არ მოხვედრილიყო ხელისუფლება და ამაზე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოუხავთ და ვიმედოვნებ რომ ესე გაგრძელდება სწორი მწყობრი ნაბიჯებით ეს კი ბატონო მინდა შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს ეს არის ხელისუფლებას რაც გინდა გაიმყაროს ასე ვთქვათ აქ პოზიციები საგარეო ლეგიტიმაციის საფრთხე მაინც უდგას გულისხმობ რას მართალია გამოქვეყნდა ეუთო ოდირის დასკვნა და სხვა შორის ამ დასკვნაზე უბრალოდ აი ორი სიტყვით ჩემი აზრი მინდა ვთქვა იმიტომ რომ წარსულშიც ბევრი მაქვს მე ესეთი დასკვნები ნანახი არ ვიტყვი ნამდვილად რომ ეს არის არ არის კრიტიკული დასკვნა უბრალოდ აი აქ არის როგორი საკითხი პირველი ის რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ბრალია როდესაც უქმნის თავის მომხრეებს წარმოდგენას ერთ მხარეს ეგონა რომ იქ უნდა ეწეროს რომ არჩევნები არ ლეგიტიმური და მეორეს ეგონა რომ იქ უნდა ეწეროს რომ არჩევნები არ არის ლეგიტიმური ეუთო ოდირი ასე დასკვნას არწევს საერთოდ არ არის ამისთვის ჩამოსული ის აგროვებს კონკრეტულ დარღვევებზე ინფორმაციას და შემდეგ უკვე ანალიზის სახით დებს მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ამ შემთხვევაში ალბათ ხელისუფლების სასარგებლო არგუმენტი არის ეუთო ოდირი წერს რომ ეს დარღვევები რაც დაფიქსირდა თუ იყო იმ მასშტაბის ტოტალური რასაც შეეძლო არჩევნებზე მოეხდინა გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგზე მოეხდინა გავლენა მსგავსი ჩანაწერი არ არის ამ დასკვნაში მიუხედავად იმისა რომ არის რა თქმა უნდა კრიტიკული და წერია და ხშირ შემთხვევაში სამართლიანთა წერია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნება ეს თუ არათანაბარი მედია რესურსი ხალხისთვის თუ პოლიტიკური აქტორებისთვის თუ ასე შემდეგ ის მიუთითებს დარღვევებზე, მაგრამ მთავარი ჩანაწერი აქ უნდა ყოფილიყო ის, აი როცა ითხოვენ რომ ახალი არჩევნების საფუძველია ეუთო ოდირის დასკვნა, ეს იქნებოდა ახალი არჩევნების საფუძველი, თუ იქ იქნებოდა ჩაწერილი რომ დარღვევებს ჰქონდა ის მასშტაბი, რომ შეეძლო მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე ზეგავლენა, ანუ ოცნებამ რო გაიმარჯვა, დარღვევები იმხელა იყო, რომ რო არ ყოფილიყო ოცნება ვერ გაიმარჯვებდა. ეს უნდა წერებულიყო იქ. მსგავსი არ წერია, აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ ეუთო ოდირის დასკვნის საფუძველზე შეიძლება ჩატარდეს აქ რაიმე არჩევნები, ჩემი აზრით არის ეს არგუმენტი ნამდვილად არის აზრს მოკლებული. მაგრამ ამის მიუხედავად ხელისუფლებას რაღაც საგარეო ლეგიტიმაციის პრობლემა იმ კუთხით, რომ მას აღარ ყავს პრაქტიკულად დასავლეთში ისეთი მყარი პარტნიორები, არის იქ რამდენიმე რა თქმა უნდა სახელმწიფო მათ შორის დარჩენილი, მაგრამ ძირითადი მეინსტრიმი თან არის დაპირისპირებული, არის ფაქტი. ეს იქნება არა, რა თქმა უნდა, ეხლა თავისთავად ცხადია ხელისუფლებისთვის მომავალშიც პრობლემა განსაკუთრებით იმ ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რომელიც 30 წელია ამ ვექტორზე ჩამოკიდებულია თავიდან ბოლომდე და მათი გავლენა უზარმაზარი არის ჩვენს ქვეყანაზე. რანაირად შეიძლება აი ამას მოუაროს ასე ვთქვათ ხელისუფლებამ ჯერ პირველ რიგში თქვენი აზრით შეუქმნის თუ არა ზოგადად აი დასავლეთთან ესეთი გართულებული ურთიერთობები მომავალში ხელისუფლებას პრობლემას და აი როგორ შეიძლება ამაზე იზრუნოს. მაგალითად ეს არ არის ახლა ჩვენი საგარეო საქმეთა სამსახურის დიპლომატიური სამსახურის პირდაპირ ჩავარდნა
ჯერ რო გვეუბნებოდნენ რომ ნაცებს ჩაახვდით ტყუილი თურმე ბრიუსელში ესეც ხო ქონდათ პიარი რომ ჩვენ კაც საქმეს ვაკეთებთ მაგრამ იქ თურმე ევროპარლამენტარებს ვიღაც ნაცები ატყუებენ რანაირად ატყუებენ კაცო სახელმწიფო ხარ დიპლომატიური სამსახური რას მიკეთებს მაშინ საერთოდ ქართულმა უცნობა ძალიან კარგად იცოდა სინამდვილეში რა ხდებოდა უბრალოდ კიდევ ერთხელ ამბობ არის ქვების შეგროვების დრო და არის მათი სროლის დროც ხო ამიტომ იმ დროს ამაზე მეც ვერ იტყოდნენ ეხლა იცით რა ლეგიტიმაციის პრობლემა სულ იქნება უყურეთ რას გულისხმობ სანამ საბოლოო ფორმას არ მიიღებს ეს მრავალვექტორიანი, მრავალპოლუსიანი ახალი გადანაწილება მსოფლიოსი, ხო? და ჩვენ ამ პროცესებში უნდა, რა თქმა უნდა, ახლა ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს მაგალითად აზერბაიჯანს იმ ძალების მხრიდან, რომელიც არის ამ ანტირუსულ და ანტიტურქული ბლოკის, ხო? სომხეთს აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა ანტიფრანგული და ანტიევროპული და ანტიამერიკული ბლოკის მხრიდან. ჩვენ ორივე მხრიდან გვაქვს პრობლემა, იმიტომ რომ არც იქით ვართ რეალურად არც აქეთ ჩვენ ახლა ერთი რეალობა უნდა გავითვალისწინოთ რომ რა სიტუაცია იქნება წეგან ჩვენ ვახსენეთ ხო ეს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები ირანი სირია აქეთ ახლო აღმოსავლეთი ხო ნუ მათ შორის ერაყიც ალბათ აქეთ აზერბაიჯანი სომხეთი მეტნაკლებად ჩვენ უფრო მეტი გავლენა გვაქვს სომხეთის მიმართ მაგრამ მეტნაკლებად იმიტომ რომ დასავლურ საცერცებს ფრანგულ საცერცებს წარმოადგენს კავკასიაში და ასე შემდეგ და ამ რეალობიდან გამომდინარე მოგვიწევს თენგო ჩვენ იმ შესაბამისი ამ რეალობის აღქმის პროცესი უნდა დაიწყოს და რას გულისხმობ პირველ რიგში ნახეთ სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანს სომხეთმა ვერ მიაღწეს რამდენიმე 3-4 ფაქტორის გამო ერთ-ერთი არის კონსტიტუცია უნდა შეეცვალათ ჩვენ ვინმეს ჩვენც დაგვიდგება ეგ რომ როცა ვინმესთან რაღაცა დაალაგების პროცესი რო უნდა დავიწყოთ პირველი რითიც იწყება ეს უნდა ჩაიხედონ კონსტიტუციაში რა გვიწერია და დადგება დღის წესრიგში კონსტიტუციის შეცვლის აუცილებლობა და ამის საშუალება კონსტიტუციის ცვლილებისთვის საშუალება დღეს არ აქვს ხელისუფლებას არც მანამდე არ ქონდა თუ არ ჩავთვლით 2016-2020 როცა ამის დრო არ იყო და რომც გაებედა მსგავსი რამე დღეს ხელისუფლებაში კი არა ქვეყანაშიც არ იქნებოდნენ ისე დღეში ჩააგდებდნენ და რა თქმა უნდა სწორი იყო ის მიდგომა თორე ჩვენ გვახსოვს ახლა ბევრმა ცადა ახლა ბევრჯერ მომიყვანია და დღეს ღმერთმა ნათელს შეამყოფოს საფლავში დევს ბევრი ეროვნულად მოაზროვნე ლიდერები რომლებსაც შეეძლოთ რაღაც შეეცვალათ ქვეყანა და სცადეს არასწორ პერიოდში სამწუხაროდ და ეს ესე დამთავრდა ხო ამიტომ ჩვენ და აი სწორედ ამას უსვამდი წეღანაც ხას რომ შეიძლება მივიდეთ იქამდე რომ დღის წესრიგში დადგეს რიგ გარეშე არჩევნები რომლებსაც ეს ხელისუფლება შეიძლება ეს არ ვიცით შეიძლება უფრო უკეთესი ხერხი გამონახოს ქართულმა ოცნებამ და ისე დაალაგდეს ყველასთან მაგრამ რიგ გარეშე არჩევნები მიცემს საშუალებას იმ დაინტერესებულ რახან ჩვენ მხარე არ ხვდებით არც რუსული უსაფრთხოების რაღაც ერთიან სისტემაში არ ვერთიანდებით და ასე შემდეგ შეიძლება ამ ეტაპზე სწორიც იყოს მე ესე ვაფასებ თუმცა ჩემი რადიკალური დამოკიდებულება რომ რუსეთთან დაალაგებაში მე მაგას გულისხმობ სწორედ ერთიანი უსაფრთხოების სისტემას და უამრავ კიდე სხვა რამეს მაგის გარეშე ჩვენი პერსპექტივა არის ნულის ტოლი თუმცა ამ გარდამავალ ეტაპზე რაღაცნაირად მე ამ ტაქტიკურად ამას სწორად ვაფასებ და აი სწორედ ამის მომტანი იქნება ეს რიგ გარეშე არჩევნები რომელთა ხმებიც რომელთა ინტერესებიც რახან ჩამკეტი და რახან გზაჯვარედინის ქვეყანა ვარ და რახან კიდე ბევრი სხვა რამის ქვეყანა ვარ სადაც უამრავი ინტერესი გადის ჩვენ ქვეყანაზე ის ხმები იყოს წარმოდგენილი იქ და ზუსტად ეს ახალი არჩევნები მოიტანს იმას რომ ყველას ინტერესი იყოს საქართველოში მშვიდობა ეხლა მაკრონის საცეცი თუ არის ქალბატონი რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხო არ მოისვენებს მაკრონი სანამ მისი ხმა არ იქნება ქართულ ცუდ რამეს ვამბობ მაგრამ რეალურად ეს ეხდება ცხოვრება პრაქტიკულად ესე ვიღაცა მეს უნდა თქვას და სალომე ზურაბიშვილი იმიტომ ჩაუდგა ამ მკვდარ ოპოზიციას სათავეში რაღაცნაირად მიუხედავად მისი მოღალატეობრივი საქციელებისა რაღაცა სისხლში არა აქვს შეიძლება ხელები და თითქოს ამ ფონზე სუფთა ლიდერად გამოჩნდა იმიტომაც ზის სააკაშვილი იქ და დღემდე არავინ გამოუშვა იმიტომ რომ სააკაშვილი ვერ შეცვლიდა ამ სიტუაციას და მით უმეტეს სალომეს პირում და აი აქეთკენ მიდის ყველაფერი იქნება რუსული კი განცხადებებს აკეთებენ რომ ხარს უჭერენ
ქართული ხელისუფლების სიმამაცეს, ასე ვთქვათ, რომ ესე მედგრად მართლა მედგრად და ჩვენ ხო ვიცით ახლა ფიცოსა და უამრავი სხვების მაგალითზე სიცოცხლის ამბავია ყოველგვარი თამაშებიან ჩვენი ხელისუფლების ის წარმოადგენლები რომლებიც ამინც ქმნიან და ვისაც ეკითხება განსაკუთრებით როგორ არა მაგი ესმით უბრალოდ მთავარი ღერძი მაინც რახან ბიძინა ივანიშვილია და ჩვენ გვახსოვს რომ ქილიკობდნენ როგორმე ეშუშა აეღოთ მაგრამ ზუსტად იცოდნენ საქმეც აღძრული და მისი ფაქტურად მოკვდნების საფრთხე იდგა დღის წესრიგში იყო ეგ ამბავი და როგორმე ჩავატარეთ ხო აი აქამდე მიდის ეს ყველაფერი თენგო სხვა მე ამ წუთში სხვა ვარიანტი სხვა უკეთესი ვარიანტი არ მახსენდება როგორც ჩანს დღის წესრიგში დადგებას ოღონდ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ ამას ჩაატარებს ხელისუფლება დღეს იქნება ხვალ იქნება 29-ის მერე იქნება ეს დაემთხვევა ხო მუნიციპალურ არჩევნებს თუ რა იქნება ეს უეჭველი იქნება მეც მგონია ნამდვილად და ეს სხვა შორის გამომითქვამს არაერთხელ და გამოგვითქვამს ჩვენ სტუდიაში აზრი რომ ეს პარლამენტი თავის ვადაში არ დაამთავრებს მოღვაწეობას, იმიტომ რომ რაც გინდა იყოს ეხა მაინც პარლამენტი, რომელსაც საჭიროება თუ დადგა იმის შესაძლებლობაც არ აქვს, რომ მაგალითად კონსტიტუცია შეცვალოს. არის კოჭლი პარლამენტი, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ და ამის გამოსწორება აუცილებლად სხვათაშორის ძალიან მენიშნა მდინარეთის იმ турბულენტურ ზონაში შესვლის საფრთხე როცა გაამჟღერა, ხო? ეგ პირდაპირ მაგას ნიშნავს. შენ თუ რაღაცნაირად ვიღაცების ინტერესებს არ გაითვალისწინებ, ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, სადაც შენ ახარ დღეს, ხო და მით უმეტეს ისეთ მდგომარეობაში, როგორც შიც ხარ, გინდა კოჭლი დავარქვათ მაგას და გინდა აი ბეწვზე რო კიდია შენი სახელმწიფოება, თუ არ შეხვალ იმ турბულენტ ზონაში, შეიძლება ვერც გამოხვიდე, ძალიან ცუდად დაასრულო. ამიტომ შეიძლება სასურველი ან რაღაცა სასიამოვნო არ იყოს ის პროცესი, რასაც ახლა ჩვენ განვიხილავთ, მაგრამ შეიძლება ერთადერთი საშუალება იყოს განმუხტვისა, რომ რაღაცა დიდი მოთამაშეები არ დაინტერესდნენ ჩვენი იყვნენ დაინტერესებული, ჩვენ ხო ხედავთ ახლა ეს deep state-ია თუ ომის პარტია თუ ზოგადად ბაიდენის ადმინისტრაცია გლობალური სამყარო, ბაიდენის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით მართლა ჩვენი იმით არიან დაკავებულები, როგორმე მეორე ფრონტიც ამას ემსახურებოდა, კურსკი 2-ის თემას ამას ემსახურებოდა, ამ ხელისუფლებ მაიდანიც ამას ემსახურებოდა და ყველაფერი ჩაიშალა. იმიტომ რომ ფიქრობ რომ ყველას ინტერესები იქნა გათვალისწინებული რაღაცა. სხვა შორის აი რუსეთის სადაზვერვო სამსახურის განცხადება იყო დღეს გავრცელდა ძალიან ნიშანდობლივი ჩემი აზრით შეეხებოდა მოლდოვას არა საქართველოს სადაც არის პირდაპირ საუბარი რომ სანდუს ხელისუფლება დნესტრისპირეთში გეგმავს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებას იქ კონტროლის აღდგენის მიზნით. ამას აცხადებს რუსეთის სადაზვერვო სამსახური, ანუ როგორ ჩანს აი საქართველოს და ჩვენ ხო ერთ კონტექსტში განვიხილებით მაგათთვის საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა ეს ერთი კაბინეტიდან სამართავი სივრცე. ამდენად თუ ჩვენ ხედავთ რომ უკრაინაში ომია, ანუ სამ ქვეყანას ტრიოს ხო გვეძახდნენ ეგენი, სამი ქვეყნიდან ერთი ომია, მეორეზე საუბარია რომ ომი უნდა დაიწყოს პირდაპირ მოლდოვაში, თუმცა ვისურვებდი და უსურვებ მოლდოველ ხალხს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მშვიდობას. ჩვენთან ხედავთ რა ამბავია. აქაც აი არის ზღვარზე გავდივართ და მე მგონი ეგ ხო უნდა იყოს ხადი, მტკიცებულება, საღადმოაზროვნე ადამიანისთვის, რომ ეს ყველაფერი მართლა რაღაც იმ 17 წლის ბავშვების შკოლაზე არ წყდება და ბევრად უფრო სერიოზული ძალები არიან რა ამ ყველაფერში. ჩვენ კიდევ ერთხელ საუბრის დაწყებაში ვახსენეთ 90-იანი წლები, როცა ჩვენ არასწორ ლიანდაგებზე დავაყენეთ ჩვენი ქვეყანა ჯერ ეხლა უჭირს საქართველოს მოსახლეობას სწორად აღიქვას რეალობა და მაშინ მით უმეტეს ჩვენ რაღაცა სხვაგან ვიყავით მოდი პირდაპირ ვაღიაროთ არავის არ გვეგონა დასავლეთი ესეთი სასტიკი ესეთი არაქრისტიანული თუ ოდესმე გახდებოდა და დასავლეთი რომელიც მხოლოდ გამოყენებითი ხასიათის ექნებოდა ურთიერთობები ჩვენთან და რომ ჩვენ საშუალება ვიქნებოდით მხოლოდ და მხოლოდ მათი მიზნების მაგას ხო ჩვენ არ ვფიქრობდით ჩვენ ეს შეცდომა არაერთხელ დაგვიშვია ისტორიის განმავლობაში აქ მაგას არ მოყვებით 90-იან ჩვენ 35 წელი ამას ვიმკეთ ეხლა დაჩქარდა პროცესები და ხელმე 40 წლის განმავლობაში მეორეჯერ ხდება მსოფლიო გადანაწილების პროცესი ეს მრავალპოლარული სამყაროს შექმნა აქ ძალიან უნდა დავფიქრდეთ თორე შეიძლება საუკუნეში ერთხელ რო ხდება ის ხდება ეხლა და ჩვენ განათუმერე შემდეგ გადანაწილებაში რაღაცა როლი გვეკნება საერთოდ არ ვიქნები ამაზეა ლაპარაკი საუკუნის წინანდელი გამოცდილება გვაქვს ზუსტად 21 წლის ამისი და
რა თქმა უნდა ეს ძალიან ძიმე სცენარია, მაგრამ ეგ იყო ალბათ მიზეზი მაშინაც გათვლა, აი შეცნომა რაში მდგომარეობდა, როდესაც დასავლეთს მიენდო მთლიანად ქართული პოლიტიკური სპექტრი, რომ იყო მოლოდინი იმისი, რომ აი რუსეთის ჯიბრზე დასავლეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ჩადებდა დიდ ფულს განავითარებდა და თითქოს აი ეს რუსეთის ჯიბრზე უნდა გაკეთებულიყო, რომ მერე ამას შეერყია რუსეთში არსებული პოლიტიკური კლასი, მაგრამ არ მოხდა ესე, არც დასავლეთს ეყო ამისთვის, არც რესურსი, არც ჭკუა და თენგო აი ზოგს გონია, რომ რაღაცა ჯვარი გვაქვს დაწერილი რუსეთზე და რაღაც. აქ მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ხა მაგალითად ჩინეთის როლი საქართველოს განვითარებაში, არ ვიცი, განუსაზღვრელია ჩინეთის როლი, მით უმეტეს ახლა ბოლო დროს გადადგა, მაგრამ ჩვენ უნდა კარგად გავითავისოთ, რომ ქართველობა, როგორც ასეთი, პირდაპირ ასოცირდება მართლმადიდებლობასთან. და მართლმადიდებლობის ქარეში ყოველთვის ქართველ კაცს სიკვდილი ერჩივნა, ცოლშვილს წირავდა და ასე შემდეგ, არ გავშალოთ ეგ თემა და დღეს სადაც მართლმადიდებლობის სადარაჯოზე დგას თუ ვინმე დგას დღეს მსოფლიოში. სხვათა შორის გუშინ წინ დაბადების დღე იყო იოსებ სტალინის და აი მის მიერ შექმნილმა იმპერიამ არ ვიცი ახლა სათავეში შეიძლება ვიღაცა აფერისტობს და ვითომ ძალიან ჯოი აფერისტოს ბაიდენმაც და ვითომ რას კვტენიან ამ LGBT თემებს. ნამდვილი ქრისტიანი კი არ არის, კაცო, იმის სულის ხონება კი არ მაინტერესებს. ეს ქვეყანა დგას ამ სადარაჯოზე, ქრისტიანობის სადარაჯოზე და აქ მინდა იყოს ჩემი ადგილი, იმიტომ რომ ავტომატურად მე ჩემი საფრთხეები, იდენტობის და ზოგადად ჩემი კულტურისა და თუ რამეზე დგას ჩემი სახელმწიფოებრივი იმის საფრთხეები ამ ხალხთან მე არ მიდგას. აი თუნდაც მარტო ეს იყოს და ვიცოდე რომ რამდენჯერად მათ გვერდით გავდე ცხვირპირსაც გამიერთიანებს და მე აქ მთავარი რაც არის რისი დაკარგვას მე ვკარგავ ყველაფერს იმის საფრთხე არ მემუქრება ხო მე რა თქმა უნდა იქ მინდა რომ ვიდგე ეხლა მაგათაც სექტაზე ვლა ერთ-ერთი სექტის მიმდევრები არიან ეს LGBT თემი მოდი პირდაპირ ეს არის ჩვეულებრივი სექტა და იმ ცხონებულ კაცს მე სტალინზე ვლაპარაკობ როგორც ქრისტიან მართლმადიდებელ ადამიანს რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი ეს კომუნიზმის ისა ასე ვთქვათ საკითხები თუ საძირკველი თუ როგორც კი არ დავარქვა მთლიანად აქ ბატონმა მიხეილ შეგენთმა თქვა ერთ-ერთი მაშინ რომ თუ პოსტი დადო რომ მთლიანად შესვა ქრისტიანულ ლიადაგებზე ეს კომუნისტური სამყარო და მართლა რეალურად LGBT თემის ირგვლივ 33-34 წელს სტალინმა მიიღო კანონი 5-დან 8 წლამდე დასჯადი იყო 60,000-მდე გეი აქტივისტი იყო გასამართლებული და გაუშვა სამუშაოები და ლიანდაგები ათხრევინა და გააყვანა შრომაში იმათი სულებიც დაიხსნა და ქვეყანაც გადაარჩინა იგივე რაღაც იქამდე მივდივართ ეხლა მთლად ეგეთი ფორმა არ ეკნება მაგრამ ეს არის მომაკვდინებელი თემა და ეს კანონიც გასამკაცრებელი იქნება მომავალში ალბათ კი ბატონო მე ამასობაში მინდა შევახსენო მაყურებელს უთხრა სწორედ რომ თქვენ ხედავთ ტელეეკრანზე ტელეფონის ნომერს ეს არის 0323 რაც ნიშნავს რომ ჩვენს ეთერში ჩართულია ინტერაქტივი შეგიძლიათ დაგვირეკოთ გითხრათ თქვენი მოსაზრებები ჩვენს მიერ განსახილველ თემებზე ან დაუსვათ შეკითხვა ჩვენ სტუმარს სანამ მაყურებელი დაგვიკავშირდება ერთი საკითხი არის კიდე რასაც მინდა შევხებოდით დღევანდელ გადაცემაში გიორგი ეს შეეხება ბიზნესის წარმომადგენლებს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს ძირითადად დღეს შეხვდა მთავრობის მეთაური გაიმართა საუბარი სხვათა შორის ოპოზიციური მედია ძალიან აბულინგებს ამუნათებს იმ ბიზნესმენებს რომლებმაც პირდაპირ გააკეთეს განცხადებები რომ ძალიან კარგად ხედავთ რაც ხდება და ჩვენ დგავართ სახელმწიფოს გვერდით არ უერთდებით აი ამ საყოველთაო გაფიცვებს თუ ისტერიკებს ასეთი კომენტარები იყო რა თქმა უნდა ამისგან განსხვავებული პოზიციებიც ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან და ერთი ნაწილი ბუნებრივია რომ აყენებს ხელისუფლების წინაშე მოთხოვნას რომ გათავისუფლდნენ მათი აზრით პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები მე რისი თქმა მინდა საბოლოო ჯამში ეს პროცესები რაც ქვეყანაში მიმდინარეობს ყველაზე მეტად აზარალებს სწორედ ბიზნესს ხო იმ კუთხით რომ ქვეყანაში სადაც არის არეულობის ყოველწამიერი საფრთხე არც სერიოზული ინვესტორი არ ჩადებს არანაირ თანხას ვერც ბიზნესი ვერ დაგეგმავს სტაბილურად თავის მომავალს და სტაბილურობა მთავარია ბიზნესისთვის რომ განვითარდეს ამ ხრივ რამდენად თქვენი აზრით არის იმისი საფრთხე
რომ აი სწორედ ბიზნესზე ზეწოლით ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსი, ასე ვთქვათ, ქვეყანა დააყენონ ეკონომიკური კოლაფსის წინაშე, ისინი არც მალავენ, რომ რაც უფრო გაუჭირდება ამ სახელმწიფოს ეკონომიკურად, სოციალურად, უკეთესია მათთვის, იმიტომ რომ უფრო გაბრაზდება ხალხი, უფრო გამოვა მერე ქუჩაშიო. ხო არ უნდა ველოდოთ მათ შორის დასავლეთის მხრიდან აი ეკონომიკური სახის სანქციებს. ეს სანქციების ენაზე უკვე გველაპარაკებიან და შეიძლება რომ ეს გახდეს საქართველოსთვის და ამ ხელისუფლებისთვის ერთგვარი აქილევსის ქუსლი, ან რა ალტერნატივა და რა გეგმა შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას იმის დაზღვევისთვის, რომ დასავლეთმა საკუთარი ზეწოლით აქ მართლაც არ გამოიწვიოს ეკონომიკური კოლაფსი. კი ბატონო, პირველ რიგში მე ძალიან ნორმალურად მიმაჩნია და მივესალმებ ის ბიზნეს წარმომადგენლები, ვინც დღეს შეხვდნენ პრემიერთან ქონდა ხო შეხვედრა სხვათა შორის ის ერთ-ერთი ბიზნესმენი ნამორაძე გამახსენდა როცა კოდუასთან დაკავშირებული ინციდენტში ფიგურირებდა და რა ვიცი მე ახლა იმ რაღაცნაირად შეგვაყვარა თავი ასე ვთქვათ და იმან ძალიან ეხლა დღესაც ძალიან კორექტულად მაგრამ ძალიან მკაცრად ორ სიტყვაში აუხსნა იმ ჟურნალისტს რაც ხდება სინამდვილეში და რატო დგას იქ სადაც უნდა იდგეს. ეხლა რეალურად ეხლა დიდი ბიზნესი წარმოადგენდა იმ ბიზნესი რომელზეც დგას სახელმწიფო ზოგადად ხო და იმის ეკონომიკა ხო რა თქმა უნდა დაინტერესებული უნდა იყოს ხელისუფლებასთან სალაპარაკოდ მიდიოდეს და გებულობდეს რა გარანტიები აქვს მას მომავლის. ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური ფორმა, მაგრამ ბიზნესი, რომელიც ქუჩაში დგას და მოსახლეობას მოუწოდებს რევოლუციისკენ, გადატრიალებისკენ, მაიდანისკენ და რაღაცა, არ ვიცი, შეიძლება ამას ბიზნესი უწოდოთ. ეხლა რა გამახსენდა იცით, საქართველოს და TBC-ის ბანკმა თუ არ ვწდები 5 მილიონი ლარი გამოყვეს ამ დაზარალებლების დასახმარებლად და როგორც ჩანს ფლად დაზარალებლებისთვის დაენათ, მე კონცერტები ჩაატარეს მაქვს აი ისევ ეხლა და ტაში დაუკრეს. და რა გამახსენდა იცი? ჩაურიცხეს ერთი ბილეთები ჯის, რომელიც არის ასევე ხაზარაძის, ანუ ერთი ჯიბიდან ამოიღო ფული და გადაიდა. დაუშვათ ესეც არ ყოფილიყო. რა გამახსენდა იცი? ინგლისის აი კადრები დევს, ინგლისის დედოფალი ზანგ ბავშვებს რომ საკენკს უყრის იქა და აი და კმაყოფილი ბავშვები რომ ესე იგი გააყოლიფეს საქართველოს. აი ბანკების თემა ხო საერთოდ აი ესე არ ვიცი. ახლა ეგ ისეთი თემაა, თუ რამემ დააქცია ქართველი გლეხი ზოგადად ხო? მე ადამიანს ვერ ნახავ, ვისაც სესხი ამ ვალი არ აქვს. იგივე ბიზნესი რატომაც ვერ ვითარდება მაგის. ის ადამიანები 5 მილიონი როცა შეიძლება მოგება აქვთ მილიარდობით მოგება აქვთ წელიწადში, ხო და აი სამარცხვინოები. ის ხალხით სამარცხვინოები, ვინც მაგას ტაშით შეხვდა და ისინიც, ანუ ეს არის დაცინვის აი უმაღლესი რაღაცა ფორმა, ესე ვთქვათ, ეს სხვა რამე გაეკეთებინათ. ერთ-ერთ სხვათა შორის ერთ-ერთ რეგიონში ჩვენი ხაზარაძე შეპირდა რაღაცა ბასეინებს და გასაბერი ბასეინი ჩაუტანა რაიონს და ისიც სექტემბრის ბოლოს რო გაუხსნა. აი, ნუ არ ვიცი. სალენჯიხაში და გააგეთ. თქვენ ამბობთ, რომ ხაზარაძემ შეიძლება რაიმე სიკეთე. იცით რა, იქ ვინც დგას, იმათ მოუტანს სიკეთეს, იმიტომ რომ ხაზარაძე ის ადამიანია და იმ ხროვის წარმომადგენელია, რომლებიც მათ და სასარგებლოდ შექმნიან სიტუაციას, სადაც ნარკომანიაც, LGBT-ც, აი დახურული კაფეები, სადაც აი ექსტაზებით გამოთაყვანებული თაობები იქნება და ის თაობები დგანან იქა. მე ახლა ერთეულები არიან მართლა ეგ გზააბნეულები, რომლებსაც უფრო გაბრაზებული ვარ ვიდრე მეცოდინებიან, მაგრამ ალბათ რამდენიმე თვე დარჩა და ისინიც გონს მოვლენ და მიხვდებიან როგორ მოტყუებულებით და გაცურებულებიც არის. ამიტომ ბიზნესთან დაკავშირებით ძალიან ჯანსაღია. ეხლა მაგენი რეკლამას აკეთებენ, რომ ვითომ მთელი ბიზნესი იქით დგას და ქუჩაში დგას, მაგრამ ესე არ არის. ჯანსაღი ურთიერთობა ბიზნესსა და ხელისუფლებას და ეგეთი თავისუფალი ბიზნესი, თენგუ, რაც ეხლა არის, მე მაინც ვიცი, ეხლა ბევრი შინაური და ახლობელი მყავს, ეგეთი თავისუფალი ბიზნესი არ ვიცი, ალბათ არც ერთ ისტორიის მონაკვეთზე საქართველოში არ ყოლია. თვითონ აი ამ აქციების მხარდამჭერი პოზიცია გამოხატა. იმასაც არ გამოურიცხავ, რომ ნახევარი ბიზნესი შეიძლება ხელისუფლების წიაღში მაგის გარეშეც, აი მაგასთან ერთადაც 1000-მდე კომპანიამ, გასაგებია აქ ზოგი მსხვილია, ზოგი წვრილია, ნუ რამდენიმე ასეულმა რიცხვი რო ზუსტად არ შემეშალოს, მაგრამ გამოხატა პროტესტის მონაწილეების მხარდაჭერა. ხა თქვენ წარმოიდგინეთ ნაციონალური მოძრაობის დროს ბიზნესს რო რაიმე ხმამაღლა თქვა რომელიმე ბიზნესმენს ხელისუფლების საწინააღმდეგო იმას რა მოუვიდოდა. ამაზე კობახიძის პასუხი იყო გამოვიდა და თქვა რომ ვისაც რაც გინდა ისაუბრეთ, საქართველოში ბიზნესი არის ხელშეუხებელი, თქვენ გაქვთ თქვენი პოზიცია, ხელისუფლება არ აპირებს რაიმე ფორმით შურიიზიოს იმ კომპანიებს. თენგო ჯერის ფაქტი
რომ ბიზნესმენები დგანან და ხელისუფლების წინააღმდეგ გაანონსებენ აქციებს და რაღაცა, ეს არაფერზე არ მეტყველებს. ესე იგი არ კონტროლდება. სემიჩკის გამყიდველს არაფერი ის არ მაქვს ღმერთმა დაუფასოთ ის თავიანთი რომ აი სემიჩკი რომელიც 5 და 3 ლარს შეულობს დღეში, იმას რო გამოეთქვა სააკაშვილის პერიოდში, რაიმე სამთავრობო რაღაც განცხადება გაეკეთებინა, თქვენ წარმოგიდგენიათ იმ სემიჩკის გამყიდველს რას უზამდნენ? თავის სემიჩკიანად. სემიჩკა ახლა მე იმაში არ ჩამითო მზეს უმზირიან. ხო, ანუ რისი თქმა მინდა და ამხელა ბანკების წარმომადგენლები, ამხელა ბიზნესის წარმომადგენლები ჯერ დააკვირდით, როგორ ჩანს, რავი, დღეებს ითვლიან. ჯერ ეს ლიდერები, ხალხი ნახე როგორ არის 5 და 3 ლარიან მაისურებით და ქურთუკებით და შეხედრეები აცვიათ. ამათ არ ვიცი. ეხლა ესენი საჯაჯგურაო და წყლის ჭავლის დასახვედრა იმად არის. ამზად 3000, 5000, 10000-იან ევროიანი ქურთუკებით დგანან და შარვლებით იქ. და ეს საწოდავი ხალხი ბეთხებივით დგანან იქა და აი არ ვიცი, აი მე არ ვიცი კლინიკა რაც ბიზნეს შეეხება დღეს ძალიან გამაღიზიანა TV პირველზე გასულმა სიუჟეტმა და იმიტომ გავჩერდი ამ თემაზე ამდენი ხანი რომ ჯერ ერთი აი ეს თემა რომ როდესაც საუბრობენ ბიზნესზე რაიმე სახის ზეწოლა რანაირად შეიძლება ასეულობით კომპანია გამოდიოდეს ღიად აფიქსირებდეს თავის ანტისახელისუფლო პოზიციებს და მათ არ ეშინიათ იმისი რომ ხვალდაზე მიადგება ფინანსური პოლიცია როგორც ხდებოდა მიშას დროს და დახურავენ და სახლს გააყიდინებენ და კარს გააყიდინებენ ეს ერთი მერე მეორე გამოდიან ეს TV პირველი სიუჟეტში იყო ასეთი ხაზი ასე ვთქვათ გატარებული რომ აი ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები არ უფრთხიან რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას და მათთვის მისაღები არის თურმე რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ამბობს ტელეკომპანია რომლის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი არის თემურ ჭყონია პირდაპირ რომ აი რუსეთის გასულ წელს დასახელდა რუსეთის ყველაზე სასურველ იმპორტიორად თუ რუსეთში ყველაზე სასურველ იმპორტიორად რაღაც პრიზი მიიღო მოკლედ კოკა-კოლის შეტანით ამ ადამიანის დაფინანსებული ტელევიზია სხვებზე ლაპარაკობს რომ რუსეთთან ურთიერთობის გალაგება ჩვენ არ დაგვავის ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ გამჭვირვალობის კანონის მიღება რა თქმა უნდა ეს მე დროთა განმავლობაში სიტუაციურად შეიცვლება სიმკაცრისკენ და უკეთესობისკენ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ის დასავლური ევროპული სოფლიო ბანკის იქნებოდა თუ რაღაცა ევროპის განვითარების აზიის განვითარების ასე შემდეგ ფულები რაც მოდიოდა დასავლეთიდან ხო არც ერთ თეთრს, უпростоრად ვერც ერთ თეთრს ვერ განკარგავდა ქართული ოცნება. ქართული ოცნების პირობებში ვამბობ. ჩამოდიოდა და აი თქვენ დააკვირდით იმ ფულით, ვინც კი რამე აიწყო. ანუ აწარმოეს საქართველოსდან დაწყებული ამ ის გრანტები, ვიღაცას ის საქონლის ფერმების გახსნაში დაეხმარნენ, ვიღაცას საკალმახი აბსოლუტურად არიან აი მე მაგალითად ჩემი რაიონების მაგალითზე გეტყვი მთლიანად გადამკვდარი ნაცების წარმომადგენლების ბიზნესებია განვითარებული იმ ფულით რაც ამ ბიზნესში წავიდა ვერ ნახა ვერც ერთ განათლების იმას მხარდამჭერს უბრალოდ ჩვეულებრივ ადამიანს რომელსაც არ უყვარს ეს LGBT-ები არ უყვარს ქრისტეს მტრები ეროვნული ტრადიციული ოჯახის ადამიანს თქვენ ვერ ნახავთ რომ თუნდაც ერთი თეთრი მოხმარდა რამეში ისინი არიან აი ჯგუფები პირდაპირ დაფინანსებული ჯგუფები რომლებმაც ეს გრანტები მთლიანად აითვისეს დაბრმავებულები არიან გრანტი ჭამეობამ გამოტაყვანება იცისო მართალია დაბრმავებულები არიან თენგო და სწორედ იმ ხალხდა აბა ვისი ბიზნეს ჩვენა ვართ შევიწროებულები ორივე მხრიდან მოდით ზარი გვაქვს ეთერში მაყურებელი გვიკავშირდება და შემოვიყვანოთ მოგესალმებით გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ შეგიძლიათ ისაუბროთ საღამო მშვიდობის მადლობა რომ გვირეკავთ. ქალაქი ბათუმიდან. დიდი მადლობა. აი ახლა ევროპა და დასავლეთი ალბათ გამოიყენებს შემდეგ ბერკეტებს რომ ჩვენი ეკონომიკა და საბანკო სისტემა ჩამოშავონ. აი რა თუ ხედავთ ამ რისკებს და ალბათ ხედავთ, მაინტერესებს სახელმწიფო თუ აკეთებს დაზღვევას რომ ეს არ მოხდეს და აი მაგალითად სხვა სახელმწიფოებთან რაიმე ხელშეკრულება რო იყოს საფინანსო აი მაგალითად ჩინეთთან ან სხვა ქვეყნებთან ჩვენ სტრატეგიულ მეგობრებთან აი ამის გარკვევა მინდოდა დიდი მადლობა ინგა აგირვა დიდი მადლობა ქალბატონო ინგა ზარისთვის მე აი ოდნავ სახეცვლილად შეგეკითხებით მივხვდი რასაც კითხულობს ასე ვთქვათ ქალბატონი ხელისუფლება ჩვენ გვეუბნება რომ 2030 წელს საქართველოს იქნება იმდენად ძლიერი ეკონომიკურად რომ მას ექნება უკვე
ევროკავშირის ქვეყნებთან კონკურენციის შესაძლებლობა ეკონომიკური თვალსაზრისით და თან ამ ყველაფერს ჩვენ მივახცევთო დასავლური ფულის გარეშეო, დასავლური კაპიტალის გარეშე ჩვენი რესურსებითო. რისი იმედი აქვს მართლა ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას ეს ერთი და მეორე თუ კი ქვეყანას აქვს რაღაცა ესე ჯადოსნური ალტერნატიული გზები, რითიც შეგვიძლია ჩვენ რომ ასეთი ეკონომიკური წინსვლა განვიცადოთ, რატომ არის ეს საიდუმლო? რატო არ უნდა იყოს ეს ასახული სამთავრობო პროგრამაში, რატო არ უნდა ხდებოდეს ამაზე საჯარო დისკუსიები? აი ამ ხრივ ვერ ხედავთ თქვენ მაგალითად პრობლემას ხელისუფლების პოზიციებში. იცით რა, პრობლემას ზოგადად პრობლემას ხედავთ რა კიდე ცალკე თემაა თენგო. უბრალოდ ნახე უყურე მაგალითად გვახსოვს რამდენიმე თვის წინ როცა თავდაცვის კუთვნილი ეგრეთ წოდებული გადმოსა დასავლეთიდან გაბრაზდნენ და სანქცია დაგვადეს თუ რაც იყო და 35 მილიონი 40 მილიონამდე იყო თუ არ ვცდები და მე გადაუმისამართის არასამთავრობო ჩვენ სანქციების რეჟიმში ვცხოვრობთ დღესაც სადაც მაშინ კობახიძე გამოვიდა და თქვა არ გჭირდება თქვენი ფულიო თავდაცვაზე ჩვენ თვითონ დავაფინანსებთ და გამოინახა ბიუჯეტიდან ის თანხა და 35-ს მაგრამ 100 მილიონით დაფინანსდა თავდაცვა. ასე უამრავს ჩვენ გვახსოვს როცა მოლოდინების შექმნეს ლარის კურსთან დაკავშირებით და სხვათა შორის გაგვექცა მაშინ ლარის კურსი დარეგულირებული იქნა ლარის კურსით ანუ რისი თქმა მინდა რომ მიუხედავად იმისა რომ ბრაზობთ რომ 30-35 წლის განმავლობაში სულ რაღაც 4 თუ 5 მილიარდს გვამადლიან და ისიც საწავი და ახლა უხსენით სწორედ ეს მადლობა ღმერთს რომ მართლა არა ვართ დამოკიდებული მაგათზე იმიტომ რომ არაფერი ჩვენს ეკონომიკაში ამათ კიდაც ინვესტიციები რა მცირედი 1-2-ს თუ ჩამოთვლი არაფერი არ ჩაუდია დასავლეთს და შესაბამისად ხელმოსაგ ერთადერთი მოლოდინების შექმნაში კურსით ითამაშოდა. არა წყობთ ამას აკონტროლებს ქართული ხელისუფლება კურს დანარჩენი ფინანსები ჩინეთთან ურთიერთობებით სწორედ ამას ვამბობთ რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის მიმართულებით ამ დიდ ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ განვითარება ირანის თურქეთის მიმართულებით ჩვენი პარტნიორი და ჩვენი ხელისუფლება იყო და ჩვენ ნახეთ როგორი მიღება ქონდა თურქეთში და უამრავი ფაქტორი არის რაც ამას ანეიტრალებს თორემ სანქციების რეჟიმში ვართ სერიოზულ რეჟიმში ვართ რომელმაც ზეგავლენა ვერ მოახდინა ქართულ ეკონომიკაზე იმიტომ რომ აბსოლუტურად დამოუკიდებლები ვართ დასავლურ ინვესტიციებისგან და ასე შემდეგ იმიტომაც გაგიჟდნენ ჩინეთ საქართველოს ურთიერთობებზე და სხვათა შორის ჯერ არ დასრულებულა ეგ თემა და ძალიან საფრთხის ქვეშ არის და ერთ-ერთი გარანტია იქაც ეს რუსეთის თემა, იმიტომ რომ ჩინეთის უსაფრთხოებას ამ მიმართულებით ამ ტრასის უსაფრთხოებას რუსეთი უზრუნველყოფს და მეტნაკლებად კარგად გამოსდის სხვათა შორის და იმედი გვაქვს რომ ეს თემა არ ჩაიშლება, ვერ ჩაიშლება, იმიტომ რომ თუ ინვეს ეგ თემა პარალელურ რეჟიმში აინტერესებს ეს არის ევროპა დღეს არის ის რაც არის სხვათა შორის ორბანმა თქვა ამის წინ რომ აი ბნელი ძალების რაღაცა ის გახდაო იქ ბრიუსელი ხო ევროპარლამენტის ერჩი ბორელმა რო თქვა რომ ისა ბაღი ვართო და ჯუნგლები და რაღაცა შემდეგ ანუ რისი თქმა მინდა ეს ყველაფერი შეიცვლება აქ ილონ მასკა პირდაპირ თქვა რომ არის შეიძლება მეშლება გიჟი თუ რაღაცა დაარქვა შოლც და უნდა სულელი არაკომპეტენტური სულელი უწოდეს ანუ ეს პროცესები დაწყებულია ესენი ამ მცირე მონაკვეთში ვერ მოასწრებენ და ვერც მოახერხებენ რაიმე სახის ჩამოშლა განახორციელონ ქართული ეკონომიკის და ამის საფრთხე ქართულ მოსახლეობას ნამდვილად არ აქვს და არ უნდა აყვეს ქართული მოსახლეობა იმ მოლოდინების შექმნის პროცესს რომ აი პანიკად ჩვენ გვახსოვს კორონავირუსის დროს პანიკები დაითესა და ბოდიში და სალფეტკის ქაღალდს ვერ შევიდი მაღაზიაში ხალხმა ლიტრობით თუ ტონობით ზეთები და ანუ ეს მოლოდინების ცრუ მოლოდინების იმას მსხვერპლი ჩვენ არ უნდა გავხვდეთ მე მგონი მიდის ყველაფერი იქითკენ და იმიტომაც არის გაგიჟებული ეს ჩვენი დაუძინებელი მეგობრები რომ პირიქით უფრო წინ მივიდივართ ვიდრე რაიმე პრობლემის ჩვენი ისევ ეთერში შემოვიყვანოთ და მოვისმინოთ მაყურებლის პოზიცია გამარჯობა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ შეგიძლიათ ისაუბროთ მოგესალმებით ბატონო მოგესალმებით ისაუბრეთ ერთ კინოში კანონს უმთხილი იქნია კანონსო რომ ეუბნება კი ბატონო გამოდიან ეს გაზრუხული ბიზნესმენები აჩემნები ახალი რაზე აკლიან მაგენს გულს მითხარით ერთი
ბიზნესი რატომ უნდა ერებოდეს პოლიტიკაში? მე ვიმუშავე ვაჭრობაში იმის დროს. ისად დროს, სააგაშვილის დროს. სასადილოს გაღება ექინოდა. და იცოდნენ რომ მე პატე ოპოზიციონერები ვიყავი და მამა ჩემი სურათი ჩამოხსენი დაბლა და მამ უბედური სურათი გავაგარი რომ მოაი კაცი ერთი აბიჯვა მამაი სურათი ქონდა გაგრული და ახლა მიშაი სურათი მიგიდია მე სულღა ამ პეტროში ვიმუშავე და ხეს მაგის დედავატი მე პოზიცია ამ სიტუაციაზე და რა უნდებიან რა სექცია დამთავრებას რა დააშავა ერთი ამისენი რა დავაშავე რა მადლობა როგორც მადლობა გაითიშა ბაზარი და აი ადამიანი რომელმაც გაიხსენა ის დროც როდესაც ბიზნესი ამათი გაგებით თავისუფალი იყო დღეს ვისაც უნდა ხელისუფლებაში მოbrunება და დღევანდელი დღეს სადაც მართლა გამოდის ეს ხალხი და შეიძლება მცდარად იძახის არასწორად იძახის ბიზნესი საერთოდ რანერი შეიძლება პროტესტით ბიზნესი უნდა იყოს სტაბილურობით ხო დაინტერესებული ყოველთვის ყველა არის ერთადერთი საპროტესტო ასე ვთქვათ მიზეზი ბიზნესს უნდა ქონდეს ქვეყნის სტაბილურობა არ სტაბილურობა რომ ესე გარანტიები ქონდეს და არ ვიცი ეხლა მაგამ სწორედ მაგას დაარწმუნე ეხლა ხაზარაძე მოუწოდებდა გაფიცვისკენ და მე წარმოვიდგენ ეხლა ხაზარაძემ ბანკები რო ცოტა ხანი ბანკები გაფიცოს კი არა კაცო თუ გაიფიცა ეგ ხალხი ხაზარაძე იქნება მაგათ რომ მოახშო გაუჩეროს კრედიტი მაშინ უჩერებს ერთი თეთრს ვინმეს გაპატიებთ ერთი დღეს აი პროდასავლელები რო ხართ დღეს და ვიფიცებით და ერთ ამბავში რო ხართ ხაზარაძე ვინც გეუნებათ რომ გაიფიცოთ პირველი ხაზარაძე იქნება რომ ერთი დღის გადაცილებას არ გაპატიებთ გაგატყავებთ თავიდან ბოლომდე წადით და მოთხოვეთ რომ გაგვიჩერეთ პროცენტები რატო არის თქო ეგეთ რაღაც თუმცა იყო ამ ბატონს დავეთანხმები იმაში რომ განა თუ რაიმე სახის გავლენა ქონოდა და მის წინამწას აი მართლაც მდგომარეობა იყო რაიმე ორგანიზაციაში თუ იყავი და სააკაშვილის სურათი თანაც საპატიო ადგილას არ გექნებოდა ჩვენ ფაშისტური ხელისუფლება იყო ლიბერალურ LGBT დღის წესრიგის ქვეშ მოქცეული ფაშისტური ხელისუფლება სურათის გამო შეიძლება მე დაბრალებოდა უცებ ავტომატიც ქონოდა ლოგინის ქვეშ მე ნარკოტიკი ჯიბდა დაღუპავდნენ სწორი თქვა ზუსტად ეს მდგომარეობა იყო ზუსტად ეს ხდებოდა და ზუსტად ეს ხალხი დღეს ჩვენ რაღაცნაირად იმას გვიკითხავს ასე ვთქვათ და რაღაცა მორალზე გველაპარაკება დიდი მადლობა გიორგი მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის და საინტერესო საუბრისთვის და დაგემშვიდობებით ვფიქრობ რომ დღეს შევეხეთ მართლაც მნიშვნელოვან თემებს მიმოვიხილეთ ბოლო პერიოდის ყველა მოვლენა და განსაკუთრებით რა თქმა უნდა საინტერესო არის ის პროცესები რომლებიც აი ამ 29 რიცხვს უახლოვდებით და ამ დღის შემდეგ უნდა განვითარდეს ასე რომ უსურვებთ ჩვენ ქვეყანას რა თქმა უნდა პირველ რიგში მშვიდობას და მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის შევახსენებთ ტელემაყურებელს რომ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რეგიონალური მდივანი გიორგი არღვლიანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით კარგად ვზანდებოდეთ.